ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულების გამოკვლევა, კერძოდ კი იკითხებიან მოწმეები სასამართლო დარბაზში. ამ საქმეში, როდესაც პროკურატურა ამბობს, რომელიც მიუთითებს 46 ტომზე ქმნის აი ამ ოცემულობას და ასე ვთქვათ, ილუზიას, თითქოს და არის რაღაც მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს კონკრეტულად მე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილებზე ვისაუბრებ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან დანაშაულული ქმედებების განხორციელებას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ მტკიცებულებაში არ მოიპოვება არც თუ პირდაპირ მტკიცებულებები, არამედ ირიბი მტკიცებულებები, რომელიც რაიმე დანაშაულულ ქმედებას დაადასტურებენ. სასამართლოში მოდიან მხოლოდ მოწმეები, პოლიციელები, რომლებიც აძლევენ ჩვენებას სასამართლო დარბაზში და ეს ჩვენება პირიქით ამტკიცებს და ამყარებს დაცვის პოზიციას და ჩვენ პოზიციას, რომელიც ჩვენ გვქონდა თავიდანვე და ვამბობდით, რომ არანაირ უკანონო მოქმედებებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ადგილი არ ქონია. სწორედ ამას ამბობენ მოსული მოწმეები. მაგალითად დღეს გავკითხეთ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც იყო ერთ-ერთი განყოფილების სამართლოს უფროსის მოადგილე, იმყოფებოდა ადგილზე და მან პირდაპირ განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს მამუკა ხაზარაძის მხრიდან ან ბადრი ჯაფარიძის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებისკენ მოწოდება, არ გაუგონია უпростоრეთ, რომ მოქალაქეებისთვის მაგალითად მოეწოდა ამ ადამიანებს, რომ დაუშვათ ჩვენ ვაპირებთ შეჭრას პარლამენტში, ან რაიმე მოწოდება განეხორციელებინათ, ან რაიმე მოქმედება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისკენ გამოეხდინან პროვოკაცია. გამოძიება მხოლოდ ამ ადამიანების ჩვენებებზე არის, ახლა ანუ ამ ადამიანების ჩვენებებს იყენებს იმისათვის, რომ ვთქვათ დასაჯოს პოლიტიკოსები, კიდევ რა არის საქმეში, რა მტკიცებულებები არსებობს, მაგალითად ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ კი აი ამ პოლიციელების ჩვენებებს ვთქვათ არ შევიმჩნევთ. კი ბატონო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გარდა მოწმეების ჩვენებებისა, საქმეში არ მოიძებნება არც ერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რაიმე დანაშაულულ ქმედებას. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი. როდესაც პროკურატურა ამბობს, უпростоრეთ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტის მდებარე ტერიტორიაზე თუ თვითონ შენობაზე დამაგრებულია უპრეცედენტო, აღჭურვილია უპრეცედენტო კამერები, ხო? რომელიც ეგრეთ წოდებული სახის ამოსვენ კამერებს ეძახიან, რის საფუძველზეც უამრავ მოქალაქეებს აჯარიმებდნენ გზის გადაკეტვის საფუძვლით, ხო? ანუ მსგავსი არანაირი ვიდეოკამერა ან ჩანაწერი არ არსებობს საქმეში, რომელიც როდესაც ბრალის ფორმულირებას გეტყვით როგორ არის, რომ ბრალის ფორმულირება არის ისე, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობას იღებდნენ საბოტაჟში. საბოტაჟი რა არის? მოუწოდებდნენ მოქალაქეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაკენ, მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ და ძალადობრივი ქმედებების ახორციელებდნენ. აი ეს არის ბრალის ფორმულირება. ეხლა ის ჩდება კითხვა, ფორმულირება რაც არის ბრალში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვალდებულია პროკურატურამ წარადგინოს სასამართლოში და დაადასტუროს და დაამტკიცოს თავისი, ასე ვთქვათ, ბრალდება, ხო? მაგრამ ეს ბრალდება გარდა, როგორც მე გითხარით, მოწმის ჩვენებებისა სხვა ერთ-ერთი სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით ვერ დგინდება, მათ შორის არ არსებობს არანაირი ვიდეო ჩანაწერი, არანაირი სხვა ნეიტრალური მოწმე, მაგალითად მოქალაქე, რომელიც ფაქტ შეესწრო პირობითად, ხო? ან სხვაგვარი კიდევ სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც მოგცემს იმის დასკვნის საფუძველს მისცემს უпростоრეთ სასამართლოს და მოსამართლეს, რომ თქვას, რომ ამ ადამიანებმა ნამდვილად ჩაიდინეს ეს დანაშაული. არის მხოლოდ პოლიციელების ჩვენება, როგორც მე გითხარით, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პოლიციელების ჩვენებაში გამოვყოთ ჩვენ თვითონ პოლიციელების მოსაზრებები და შეფასებები, ხო? ანუ როდესაც მოწმე რა არის? მოწმე არის ის ადამიანი, რომელმაც იცის კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ სამართლის საქმეზე, ხო? ანუ მოწმემ უნდა გადმოსცეს და უნდა თქვას ის, რაც მან დაინახა და რაც რა დაუშვათ ქმედების განხორციელებასაც ის შეესწრო უშუალოდ, ან რა ინფორმაციასაც ფლობს ის, ხო? მოწმეები ამბობენ, რომ ჩვენ არ დაგვინახავს, მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ ჩვენ არ დაგვინახავს, რომ არ მოგვისმენია, არ გაგვიგონია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შეჭრისკენ, არანაირი სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისკენ პროვოცირება მათი მხრიდან და მათი არ გამოგვისმენია და არ გაგვიგონია და ასევე გარდა მოწოდებისა არ იყო არანაირი ძალადობრივი ქმედებებისკენ ასევე მოწოდება. ჩვენ მხოლოდ დავინახეთ რაღაც მიმიკები, იძახის ეს მოწმე პოლიციელი და არა მარტო დღეს, არამედ ყველა სხვა პროცესზე და ამბობენ ისინი, რომ ვინაიდანო იყონო პოლიტიკოსებიო აქციაზეო და ვინაიდანო ხალხიო იქ შეკრებილი უამრავი ადამიანი ესწრებოდა თქვენ იცით ამ საპროტესტო აქციებს და ქონდათ სხვადასხვა შეძახილები, ოვაციები და სხვადასხვა ხმამაღალი საუბარისმო და სხვადასხვა ის ქმედებები, რომელსაც ახორციელებდნენ მოქალაქეები. ამიტომ ჩვენო რა თქმა უნდა ჩამოგვიყალიბდა მოსაზრებაო, რომ რა თქმა უნდა ვარაუდობთო, რომ აი ზუსტათო აი ამ ჟესტიკულაციის საფუძველზეო თვითონო მოქალაქეები რეაგირებდნენ და ჩვენო ვფიქრობთო, რომ სწორედო პროვოცირებასო უწევდნენო ეს
პოლიტიკოსებიო, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარაძე. არჩილ აქ მნიშვნელოვანი ერთი დეტალის რომ აი ეს თითქოს რაც დაინახეს, ესერი რეაგირება ამაზე არ ქონდა საგამოძიებო უწყებას, როდის გამოიკითხნენ ეს ადამიანები, ესეც მნიშვნელოვანი დეტალია, როდის გაახსენდა საგამოძიებო უწყებას პროკურატურას ეს ძალოვანი უწყების თანამშრომლები. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორული გარემოება, როგორც აი რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ასევე მნიშვნელოვანია მათი სუბიექტური შეფასება. მოწმე ამბობს, რომ აი ამ ჟესტიკულაციას ჩვენ დაუსვით კითხვა დაცვის მხარებო, აი ჟესტიკულაციაში რა იგულისხმება და რას გულისხმობს ჟესტიკულაციაში, ხო? აი დაუშვათ იყო თუ არა რაიმე ხელის გაქნება პირობითად, რაიმე ხელით მოწოდება პირობითად, ან გადაძახილი სიტუაცია, ან თვალის შაკვრა, ანუ მიმიკა რა არის, ხო? რომ ჩვენ ვცდილობთ ადვოკატები რომ რაღაცა მოწმისგან მივიღოთ ეს ინფორმაცია, იმან რა ჟესტიკულაციით აღიქვარო რა ჟესტიკულაციას ახორციელებდა კონკრეტულად თუ ხარ სამართალდამცველი მყისიერად აღვეთე ის ძალადობა ან დანაშაული, რომელსაც ეკნება ადგილი მომენტში ხდება თავისთავად, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ მოწმეები მხოლოდ საუბრობენ თავიანთ ვარაუდზე, რომ ჩვენ ესე აღვიქვით, თორე სხვა მტკიცებით ფორმაში მათ არანაირი მოწოდება არ გაუგონია და თვითონ ადასტურებენ ამას. რაც შეეხება თქვენს შემდეგ კითხვას, რომ იმ მომენტისთვის სამართალდამცავებმა რატომ არ აღკვეთეს თუ კონკრეტული პირი ჩადიოდა დანაშაულს, ამაზე მინდა გითხრათ, რომ პასუხი არ აქვს არც ერთ მოწმე პოლიციელს. ამასთან ერთად დღეს იყო ხელმძღვანელი პირი მოსული დაკითხვაზე და ის მოწმეები, რომლებიც წინა პროცესებზე იყვნენ დაკითხულები, ისინი ამბობდნენ, რომ იცით რა არის, ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი ხელმძღვანელები და შესაბამისად ისინი ვინაიდან ადგილზე იყვნენ, ჩვენ ქმედებები აღარ განახორციელებთ. ეხლა როდესაც მოვიდა სასამართლოში ეს ზემდგომი და თანამდებობის პირი და ვკითხეთ ჩვენ, რომ თუ კი იყო ესეთი გადაცდომები კონკრეტული პირების მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ, თვითონ საზოგადოების მხრიდან, რატომ არ გამოიყენეთ ის შესაძლებლობა და ვალდებულება, ისი ვალდებულებაც გაქვთ და რატომ არ აღკვეთეთ ის ადგილზე, ხო? ამაზე პასუხი არ აქვს თავისთავად და კიდევ ამბობენ და ისინი კიდევ ხელს იშვერენ, ასე ვთქვათ, ვუწკიდებ, რა თქმა უნდა, ხელის გაშვება ეს კონკრეტული სახელაგვარზე არ არის საუბარი, თავიანთ კიდევ ზემდგომებზე. აჩელ ვიცით რომ ეს დასრულეთ და ეს დაკითხვა, რომელიც განხორციელდა პირობითად ამოწმის, ეს მოხდა 2021 წლის 20 იანვრის პირობითად, ხო? ანუ აქციას ედავებიან 28 ნოემბერს მოხდა ეს ესე იგი ქმედებაში, რასაც პროკურატურის ბრალდებაა წარდგენილი და ნოემბრიდან სიტყვაზე ოქტომბრიდან ნოემბრიდან იანვრამდე ძალიან დიდი დრო არის გასული თავისთავად შესაბამისად და იქიდან დღემდე კიდევ უფრო მეტი დრო არის გასული. ამიტომ ეს კითხვები ლოგიკურია, რასაც ახლა თქვენ სვამ და სწორედ ამ კითხვებს სვამთ ჩვენ პოლიციელების მიმართ, ჩვენ ვცდილობთ რომ მივიღოთ პასუხები, თუმცა პასუხები არ გვაქვს არაფერზე, გარდა მათი ვარაუდებისა. სხდომების დაჩქარებულად ჩანიშვნასთან დაკავშირებით გითხარით რა ინტენსივობით ტარდება ეს სხდომები და ესეც არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩქარობს ქართული ოცნება ამ პოლიტიკოსების ციხეში გაშვებას. დიახ, ეს ვარაუდი გუმძაფრებდა, ანუ გამძაფრდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაცვის მხარე და პროკურატურა და სასამართლო ვიყავით შეთანხმებული კონკრეტულ თარიღებზე, რომელიც ჩანიშნული იყო და იყო გათვალისწინებული 24 ივნის, შემდეგ 22 ივლისი და ფაქტობრივად თვეში ერთი სხდომა ინიშნებოდა. ასეთი ინტენსივობით მიდიოდა სასამართლო პროცესები, თუმცა პროკურატურის მხრიდან მოხდა დაჩქარება, სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვირაში რამდენიმე პროცესი 2 დღე ჩაეტარებინა და შესაძლოა დაემატოს კიდევაც და ეს მიუთითებს საერთოდ არა მარტო სასამართლოს ესეთი გადაწყვეტილება სხდომის ინტენსივობასთან დაკავშირებით, ჩანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ბრალის წარდგენიდან დღემდე რა მტკიცებულებებით საქმეშია და რა მტკიცებულებიც არის სასამართლოში, ეს მიუთითებს იმას, რომ მას სამართლებრივი კავშირის, ანუ სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. როდესაც პირის მიმართ ხდება სასამართლოების დენის დაწყება, ბრალის წარდგენა, ვალდებულია პროკურატურა, რომ არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს ამას. და შემდგომ უკვე სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უმაღლესი სტანდარტით, გონირულეჭის უმაღლესი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს და ეს რას ნიშნავს, რომ ობიექტურ პირის მოსამართლეს დააჯერებს, რომ არსებობს შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს კონკრეტული პირების, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დანაშაულებრივ ქმედებას. თუმცა, როდესაც ეს არ აქვს სახეზე და ბრალის დადგენილებაც არის უსაფუძვლო და აბსურდულ ინფორმაციას ეფუძნება და შემდგომ უკვე სასამართლო განხილვებით თავისთავად ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ აღნიშნული პროცესი არის პოლიტიკური დევნა და ხელისუფლება იყენებს პროკურატურას სამწუხაროდ პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ, ასე ვთქვათ, დაჟის მექანიზმად, რადგან მას არანაირი კავშირი მართლმსაჯულების განხორციელებასთან და დანაშაულური ქმედების აღსაკვეთად დაკვეთისკენ არანაირი კავშირი მას არ გააჩნია.
ეს არის მხოლოდ იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ამ შემთხვევაში ვისაუბრებ ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩვენ გვახსოვს ეს იყო კომისიაში გამოცხადებულობის საქმე, რომელიც ასევე აბსურდული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან და გრძელდება დღესაც ამ ფორმით. ერთსაც კითხავთ ცალკე სასაუბრო თემა ამ სხდომას ვინც უძღვება მოსამართლე თამარ მახარობლიძე როგორ შეგიძლია დაახასიათოთ მოკლედ ამ ადამიანის თქვათ მუშაობა სხდომათა დარბაზში ვიცით რომ ის რაღაცნაირად განსაკუთრებულად გამოირჩევა აგრესიით თქვენს მიმართ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ რამდენიმე ადვოკატი გააძევა კიდევაც სხდომათა დარბაზიდან და ამ პროცესში ვიცით რომ ჩართულები არიან საზოგადოებრივი ადვოკატები რა შეგიძლიათ გითხრათ ამ ადამიანთან დაკავშირებით რამდენად აქვს მას იმის შესაძლებლობა რომ ამ საქმეზე მინიმალური სტანდარტით მაინც ობიექტური და მიუღწევებელი გადაწყვეტილება მიიღოს ზოგადად შევაფასებ რომ ამ საბოტაჟის საქმეზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი განცდა რომ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული ამ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე გამომდინარე იქიდან რომ აი ეს საქმე როდესაც დაიწყო სისხლსამართლები დევნა საერთოდ რა მტკიცებულებებზე და არაფრის საფუძველზე არ არის ეს ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი და შემდგომ უკვე სასამართლოში ჩვენ ხედავთ საქმის განხილვის დროს რომ ამ საქმეში ვერანაირი და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომელიც დაადასტურებს ამ ბრალდებულების ასე ვთქვათ დანაშაული ქმედებას რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ვთქვათ ცალსახად რომ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით რომელიც იქნა მიღებული მოსამართლის მხრიდან რა თქმა უნდა ჩვენ არც ერთი ადვოკატი არ დავეთანხმდა ყოველ სხდომაზე ვაყენებდით ჩვენ შრომდგომას რომ გაიხსნას სასამართლოს სხდომა და იყოს საჯარო ვინაიდან იმ კონკრეტულ შემთხვევაში თუ კონკრეტულმა პირმა სასამართლო დარბაზში დაარღვია რაღაცა ქცევის წესი პირობითად მოსამართლეს აქვს საშუალება რომ კონკრეტული პირის მიმართ გამოიყენოს ეს ასე ვთქვათ ღონისძიება და დაატოვებინოს და გააძევოს დარბაზიდან მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მთლიანად სხდომა დახუროს რაშიც არ დავეთანხმეთ და რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია არის ის რომ სასამართლოს მიერ არ იქნა ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ადვოკატების გაძევასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ყველა ადვოკატს უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ პირობითად სხდომაზე თუნდაც ტექნიკური საშუალებებით ისარგებლოს მაგალითად ასევე დაცვის უფლების განხორციელებისათვის თუ დასჭირდება მან სხვადასხვა საშუალებებით შესვენება იქნება გამოცხადებული სხვა ტექნიკური საშუალება გამოიყენოს და თავის პოზიცია ძალიან ესეთ უშიშრად და ობიექტურად ასე ვთქვათ სასამართლოს წინაშე დაასაბუთოს ისაუბროს და დაუშვათ მაგალითად რა დროს მას დასჭირდება დაცვის განხორციელებისათვის გამოიყენოს ის დროს უბრალოდ აი ამ ფაქტორებზე შემიძლია გავაკეთო კომენტარი და თქვა რომ ამ გადაწყვეტილებაში სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები და ვთვლი რომ არ იყო ობიექტური და სამართლიანი რაც შეეხება ზოგადად ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტურობას და სამართლიანობას რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ეს საქმე მხოლოდ ეფუძნება პოლიტიკურ დევნის ასე ვთქვათ ინსტრუმენტად იყენებს ხელისუფლება და მას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელებასთან. მადლობა არჩილ სტუდიაში მობრძანებისთვის.